თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამ დრომდე გრძელდება საზეიმო მიღება, რომელიც უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 49 წლის თავს, თუმცა იმის ფონზე, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ამ დროისთვის შეჩერებულია, წლევანდელი საზეიმო მიღება განსხვავდება წინა წლების ანალოგიური ღონისძიებებისგან. დღევანდელ მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში არ ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ ესწრებოდა არც მიხეილ ყაველაშვილი, არც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის წევრებს, აქ მოსული იყო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ასევე განათლების ახლად დანიშნული მინისტრი გივი მიქანაძე და ასევე ახლად დანიშნული ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრივიშვილი. როგორც გითხარით, პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა დღეს მოსული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, რაც წინა წლებში ამგვარად ცხადია, რომ არ იყო. 2024 წლამდე იგი სიტყვითაც მიმართავდა ხოლმე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საელჩოში მიღებაზე მოსულ სტუმრებს. 2024 წელს ეს ასე არ ყოფილა, თუმცა წელს არათუ სიტყვით მიმართვა, არამედ საერთოდ მიღებაზე პრემიერ-მინისტრი არ გამოჩენილა. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, დღეს აქ მოვიდა სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მაგალითად პარტია ფედერალისტებისთვის ლიდერები თამარ ჩერკოლეიშვილი და გიგა ბოკერია, ასევე აქ იყვნენ მოსული ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები, ასევე პარტია ხალხისთვის ანადოლიძის პარტიის წარმომადგენლები, ასევე შეხვედრას ბუნებრივია, როგორც ყოველთვის ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მიღებაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მოვიდა საქართველოს ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკი, აქ იყო გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერიც, ასევე საფრანგეთის ელჩი, ნიდერლანდების ელჩი და სხვა ქვეყნების ელჩები, პირველი დიპლომატები საქართველოში. შეხვედრაზე იყვნენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, მედია მენეჯერებიც, მოქმედი თუ ყოფილი ჟურნალისტები და ისინი ამ დრომდე რჩებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, სადაც ჯერ კიდევ გრძელდება ეს ღონისძიება, თუმცა ოფიციალური ნაწილი ღონისძიების უკვე პრაქტიკულად დასრულებულია. აქ მოსული სტუმრებისთვის გორის გოგონათა გუნდმა შეასრულა საქართველოს და ამერიკის ჰიმნები, ასევე აქ მოსული სტუმრების წინაშე წარდგნენ ჯორჯიის შტატიდან შემსრულებლებიც და ბუნებრივია, რომ ტრადიციულად ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა წაიკითხა სიტყვა, რომელშიც საუბარი იყო საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე, ამ ურთიერთობის მნიშვნელობაზე, პარტნიორობაზე, რომელიც 20 წელზე დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ნაწყვეტი ელჩი რობინ დანიგანის სიტყვიდან, რომელიც როგორც იცით, თვის ბოლოს თანამდებობას დატოვებს და 33 წლიანი დიპლომატიური კარიერის შემდეგ დაასრულებს საკუთარ კარიერას. შეგვიძლია მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში ნაწყვეტი ელჩის სიტყვიდან. I've heard some say that the US-Georgia partnership is on paper only, and I think სმენია ზოგიერთისგან, რომ თითქოს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მხოლოდ სახელია, თუმცა ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკელები და ქართველები ბოლოს 3-10 წლეულია ჭეშმარიტი პარტნიორები არიან დემოკრატიისკენ სწრაფვაში. მე შევხვდი ათასობით ქართველს, რომლებიც მითხრეს, თუ როგორ დაეხმარა მათ ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორობა. ფერმერები, მასწავლებლები, სტუდენტები, ექიმები, ბიზნესმენები, ყველა მათგანი მეუბნებოდა, როგორ შეცვალა უკეთესისკენ მათი ცხოვრება ამერიკასთან თანამშრომლობამ. 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები აქ იყო, როდესაც რუსული ტანკები უკან იხევდნენ, ამერიკელი ინჟინრები, ამერიკული ტრაქტორები და საკვები დახმარება უკვე მოდიოდა. იმიტომ რომ სწორედ ასე იქცევიან მეგობრები დემოკრატიებში. თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა და ქალებმა ეს ძალიან კარგად იციან და მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რომ თავიანთი სურვილით იხდიან უმაღლეს ფასს თავისუფლებისთვის. ახლაც ბევრი სხვა ადამიანი
ადამიანი იხდის ფასს დემოკრატიის დაცვისთვის. დღესაც ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეები პატიმრობაში არიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის და ასევე არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც რადიკალებად იწოდებიან, რადგან მათი შეხედულებები განსხვავდება ხელისუფლების წარმომადგენლების შეხედულებებისგან. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობას ჯერა დემოკრატიის დაპირებისა და ჩვენი ვალდებულებებისა დავიცვათ იგი. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში ბევრი ადამიანი ემსახურება თავის ქვეყანას. მე ასევე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია. ამერიკელი და ქართველი მომავალი თაობისგან მუდმივად ვიღებ შთაგონებას. ისინი მაძლევენ ოპტიმიზმს ჩვენი მომავლის და ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მომავლის მიმართ. As our Vice President said, you cannot win a Democratic mandate by censoring your opinion. დიახ, მე შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ნოემბრიდან შეწყვეტილია, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და 30 ნოემბერს, მაშინ როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, მეთიუ მილერმა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ეს უკავშირდებოდა საქართველოს მიერ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების საკითხის დიდის წესრიგიდან მოხსნას და ასევე შეგახსენებთ იმას, რომ არაერთი ხელისუფლების წარმომადგენელი თუ თუნდაც პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული სწორედ საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დღეს გრძელდება კვლავ მიღება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ღონისძიება დასრულებული არ არის, თუმცა ოფიციალური ნაწილი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია და თქვენ მოისმინეთ ელჩი დანიგანის სიტყვა ამ ღონისძიებიდან, როგორც უკვე გითხარით, ღონისძიება საქართველოში იმართება ყოველწლიურად და აქამდე ყოველ წელს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ამ მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ესწრებოდნენ, თუმცა წელს განსხვავებული ვითარებაა და როგორც დასაწყისში გითხარით, ამ მიღებას არ ესწრებოდა არც პრემიერ-მინისტრი, არც პრეზიდენტი და არც პარლამენტის თავმჯდომარე.